გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი. დღეს 9 ივლისია, თქვენ უყურებთ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვან პროექტს VT საქართველოს ნიუსი. რუსული საფრთხე ოკუპირებულ აფხაზეთში. რას ნიშნავს პატრიოტების ლიცენზიის მიცემა უკრაინისთვის და ომი ირანში. დღეს ჩვენი გუნდი ამ თემებზე მოგიყვებათ. რუსეთის ფედერაციამ ომი საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ მოიტანა. ოკუპირებული აფხაზეთი ის რეგიონია, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო იძულებულია პერიოდულად ჰაერსაწინააღმდეგო განგაში გამოაცხადოს. ასევე დაფიქსირდა დრონების სანაპირო ზოლში დაცემა. ანალიტიკოსების შექმნილ ვითარებას აფასებენ მათ ჩვენი ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი ესაუბრა და ის თბილისიდან შემოგვიერთდება. დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გაავრცელა დიახ ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ცა დაარღვიეს უკრაინულმა დრონებმა, როგორც ისინი ამას ამტკიცებენ. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას სიმშვიდისკენ, თხოვს მათ, რომ არ გადაიღონ ვიდეო და ფოტო მასალა. ჩვენ კი ვკითხეთ თბილისში ექსპერტებს, რას ფიქრობენ ისინი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, მათი განმარტებით, სპეციალისტთა განმარტებით. ეს შესაძლებელია უკავშირდებოდეს იმ სამხედრო ბაზებს, რომლებიც არის განლაგებული როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ასევე ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე. კონკრეტულად კი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არის განთავსებული ნომერ მე-7 ბაზა, რომელსაც რუსეთი იყენებს საომარი მოქმედებებისთვის უკრაინაში და როგორც ისინი ვარაუდობენ, შესაძლებელია სწორედ ეს იყოს სამიზნე. თუმცა ასევე ამბობენ, რომ შესაძლებელია ეს იყოს პროვოკაცია ქართული მოსახლეობის მიმართ, რომელსაც შესაძლებელია აწყობდეს რუსეთი და ეს ინფორმაცია არ იყოს სანდო, რადგან ოფიციალური თბილისი და საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტთან დაკავშირებით ამდრომდე დუმს. ერთი შეხედვით და ხმით შეიძლება იდენტიფიცირება ამ დრონების როგორც FP1-ები, უკრაინული დრონები, კამიკაძე დრონები. ისინი არ გამოიყენება დაზვერვისთვის, ანუ ერთ მხარეს მიფრინავს და დარტყმას ახორციელებს და შესაბამისად თუ არაფერს არ დაარტყეს, ეს შეიძლება იყოს რაღაც ერთგვარი გაფრთხილების მომენტი, ჟესტი, რომ ანუ აი თუ გახსოვთ ახლა ცოტა ხნის წინ იყო ზუსტად 10 დღის წინ, როდესაც ზელენსკი მიმართა ღიად ბელორუსის ლიდერს ლუკაშენკოს და უთხრა, რომ თუ თქვენს ტერიტორიაზე რეტრანსლატორებს და სხვა რაღაც საშუალებებს, რომელიც აძლევს რუსეთს საშუალებას, რომ ჩვენ ბომბოს არ გააუნებელყოფთ, ამას ჩვენ გავაკეთებთ ჩვენი საშუალებით. რაღაცა აი ამ ფორმატის სიგნალი შეიძლება გაუგზავნეს იქ ადგილობრივ თვითმარქვია, ასე ვთქვათ, რეჟიმს, თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვერ ვახორციელებთ ეფექტურ კონტროლს, ფუნქციონირებს რუსეთის საოკუპაციო ძალების რამოდენიმე სამხედრო ობიექტი, რომელიც მათ შორის, ასე ვთქვათ, უკრაინის ომშიც მონაწილეობს. ცხინვალის ბაზაშიც ამზადებენ, ასე ვთქვათ, ძალებს, რომლებიც გადასროლა ხდება მერე და უკრაინაში იბრძვიან. ანუ ესენი ლეგიტიმურ სამიზნეებს წარმოადგენენ უკრაინის. შეეხება ის, რომ საქართველოს საჰაერო ცა დაირღვა ამ შემთხვევაში ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩვენ ამოვიდეთ აი ძალიან მარტივი მოცემულობიდან, რომ ყველაფერი რაც ხდება ზოგადად ოკუპაციის პირობებში არის ოკუპანტის ბრალი. იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად ამ ტერიტორიის მილიტარიზაცია რუსეთის მხრიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხდება და ერთის მხრივ გაგრის რაიონი წარმოადგენს გარკვეულწილად ადლერის ფარს და სოჭის გარკვეულწილად ფარს. აქედან გამომდინარე, ის რაც ამ ტერიტორიებზე ხდება, ეს წარმოუდგენელი სულაც არ იყო, მით უფრო რომ რუსეთის მხრიდან ასევე ღიად არის ხოლმე გაცხადებული ის ფაქტი, რომ ის რაღაცა აპირებს გამოიყენოს ეს ოკუპირებული სანაპირო ზოლი მისი საზღვაო ძალების დასაფარავად. ასევე უნდა ამოვიდეთ იმ ფაქტიდან, რომ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი განცხადება შეიძლება იყოს უბრალოდ ფალსიფიკაცია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათი ცა გადაკვეთა უკრაინულმა დრონებმა. პირველად ეს მოხდა მარტში, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ დააფიქსირეს 30 უკრაინული დრონი ტერიტორიაზე. ამაზეც დუმდა საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს კიდევ ერთ ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ განას დელეგაციის წარმომადგენლები, განას მეფე, რომელიც შეხვდა ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებს და გააფორმეს კიდეც მათ რამდენიმე მემორანდუმი. ცნობილი გახდა, რომ უკრაინა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა პატრიოტების რაკეტების წარმოების ლიცენზიას მიიღებს. ეს საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა, თუმცა რჩება კითხვები, რამაც მეტი სიცხადე უნდა შემოიტანოს. სწორედ ამ საკითხებს განვიხილავ ჩემს კოლეგასთან, სამხედრო მიმომხილველი თენგო გოგუტიშვილი შემოგვიერთდება სტუდიაში.
გამარჯობა, მადლობა რომ დრო გამონახეთ ჩვენი მაყურებლისთვის. პირველ რიგში ტექნიკურად ეს რას შეიძლება ნიშნავდეს და როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, რომ შედეგი დაიდოს. ტექნიკურად რას ნიშნავს ჯერჯერობით არავინ არ იცის, ახლა ვიცნობთ რა ტრამპს, ვიცით რა გადაწყვეტილების მიღების მისი სტილი, შეიძლება ეს გადაწყვეტილება იმავე შეხვედრაზე მიიღოს, სადაც ეს თქვა, რამდენიმე წამით ადრე და შეიძლება სამხედროებთან და სახელმწიფო დეპარტამენტთან საერთოდ არ აქვს შეთანხმებული. ამიტომ ჯერჯერობით გაურკვეველია ტექნიკურად როგორ მოხდება ეს ყველაფერი. თუმცა როგორც იდეა, როგორც გზავნილი, როგორც ამბობენ ხოლმე, არის არაჩვეულებრივი, გენიალური და რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ვისაც მოხდება გულს რაკეტების გარეშე არის რუსეთი. მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა არა მარტო უკრაინელები, არამედ ევროპელებიც უნდა რაც თქვია, გამოეკიდონ სიტყვაზე პრეზიდენტ ტრამპს და იმდენჯერ შეახსენონ მის დაპირება, სანამ ეს ყველაფერი რეალობად არ იქცევა, მაგრამ რეალობად შეიძლება ძალიან ბევრი ფორმით იქცეს, იმიტომ რომ შეიძლება წარმოების სრული ციკლის ლიცენზია მიიღონ ევროპელებმა და უკრაინელებმა, შეიძლება რაღაც კონკრეტული კომპონენტების და დამაგვირგვინებელი უკანასკნელი ეტაპის. პეტრიოტი არის თანამედროვე მოდელები, პეტრიოტის არის ძალიან რთული ტექნოლოგიურად, ძალიან რთული პროდუქტი, ამიტომ ისინი იწარმოება წელიწადზე მეტხანს. წელიწადზე მეტი უნდა რომ ერთი რაკეტა გააკეთო და წელიწადში ლოქიდ მარტინი აწარმოებს 650-მდე რაკეტას თუ არ მეშლება. ამ დროს რო შევადაროთ მაგალითად უკრაინამ სულ მიიღო მთელი ამ ომის განმავლობაში სულ მიიღო 600 რაკეტა. რაც დახარჯეს გასაგებია და მარაგების საკითხი როგორ არის ამდენია დარჩენილი. ამერიკელებს დღეისათვის მარაგი აქვს 900 ან 1000 რაკეტა. მეტი არა, იმიტომ რომ რამდენიმე ასეული გაისროლეს ახლა ირანთან ომის დროს სულ რამდენიმე დღეში. ამიტომ პეტრიოტი არის ძალიან მოთხოვნადი, ძალიან თანამედროვე და ძალიან მნიშვნელოვანი სისტემა, მაგრამ მის წარმოების აწყობას რა თქმა უნდა დრო დასჭირდება. მოსაფიქრებელია რა თქმა უნდა სად შედგება ეს წარმოება, იმიტომ რომ უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დაწყება დღეს ძალიან სარისკოა. ნომერ პირველი სამიზნე იქნება რუსების, გასაგებია რომ რაღაც სხვა ქვეყანაში უნდა აშენდეს, მაშინ ქვეყნებმა უნდა გაინაწილონ პასუხისმგებლობა, ვინ რომელ კომპონენტს აწარმოებს, რომელ კომპონენტს შეისყიდიან, აქვს თუ არა იმ ქვეყანას, იმ კომპანიას, საიდანაც მაგალითად რაღაცა თავაკებს ყიდულობენ, აქვს თუ არა იმას წარმოების ის საშუალება, რომ თან ამერიკელი მწარმოებლები დააკმაყოფილოს თან ევროპელი მწარმოებლები. მოკლედ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მოსაფიქრებელია, ეს ყველაფერი ძალიან უმია, რასაც ქვია, ეს იდეა ძალიან უმია, თუმცა აბსოლუტურად გენიალური იდეაა და რუსებს ძალიან მოხვდათ გულზე. ჩვენ შეგვიძლია უკვე ვნახეთ მათი გამოხმაურებებით, მაგრამ შეძლებს და გვარად თავს იმშვიდებენ რუსებისა და ქართველი რუსებიც, რომ ეს ყველაფერი წლებს დაიკავებს, სანამ ეს წარმოება აეწყობა უკრაინაში ვირიხეზიავა, მაგრამ იმედი ვიქონიათ რომ ეს ყველაფერი შეძლებს და გვარად. თენგო, მადლობა შენი დროისთვის. ჩვენს კითხვებს სამხედრო მიმომხილველი თენგო გოგოტიშვილი პასუხობდა. ირანში სამხედრო მოქმედებების განახლებიდან მეორე დღეს სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება. ამერიკულმა ძალებმა ირანის ტერიტორიაზე 80-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანეს იერიში. ვაშინგტონის განცხადებით ეს საპასუხოდარწმუნებია ჰორმუზის სრუტეში ნავთობ-ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ. თეირანი ბლოკადის გაგრძელებით იმუქრება. რეგიონში აპრილის შემდეგ მოქმედი ცეცხლშეწყვეტის რეჟიმი ოფიციალურად ჩავარდა. რატომ ჩავარდა სამშვიდობო მემორანდუმი და როგორია განახლებული საომარი მოქმედებების პერსპექტივა? შეფასებებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ბაკო ხელაძე თბილისიდან შემოუერთდება ვარშავის სტუდიას. გამარჯობა, მადლობა შენი დროისთვის. როგორ ფიქრობ, რატომ ვერ იმუშავა სამშვიდობო მემორანდუმი და რამდენად მოსალოდნელი იყო ომის განახლება? მე მგონი ყველა ელოდა, რომ ეს საბოლოოდ გაგრძელდებოდა საომარი მოქმედებები და არავის არ ქონია ბოლოდინი, რომ ეს მემორანდუმი, რომელსაც იდეაში უნდა მიეყვანა ირანისა და შეერთებული შტატების საბოლოო მშვიდობამდე, რომ იმუშავებდა. იმიტომ რომ ამას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უწყობდა წინ. ისეთი საკითხები, რომელიც ფუნდამენტურია და უბრალოდ ვერ გადაწყდება ვერანაირად, სანამ ეს რეალობა არსებობს, რაც გვაქვს. პირველ რიგში ეს იყო ის დიდი უნდობლობა, რომელიც ბოლო 79 წლიდან დაგროვდა და შეიძლება ვთქვათ მანამდეც უკვე არსებობდა, იმიტომ რომ ეს ყოველთვის მაინდა-მაინც ბოლომდე არ ენდობოდნენ ერთმანეთს ამერიკელები და ირანელები თუნდაც ჩაქის პერიოდში. ტრამპმა რა თქმა უნდა ეხლა არ აღმოაჩნდა ნატო სამიტის დღეს, რომ ირანელებთან მოლაპარაკება ძალიან რთული არის და რომ შეუძლებელია. ეს იცოდა ამერიკელებმა ძალიან დიდი ხნის წინათ და ამას აქვს თავისი
მოკლედ გამოცდილება რაც რეალურად დგას. ყოველთვის როცა ცდილობდნენ ამერიკელები ან ირანელები მოლაპარაკებას, სულ ყოველთვის რაღაცა ისე მიდიოდა, რომ აი ბოლომდე ვერ ხდებოდა ამის რეალურად პროგრესი და მართლა ესე იგი პრაქტიკაში მოყვანა. შესაბამისად, აი ეს ამერიკა ისრაელის ურთიერთობებზე ვილაპარაკოთ, აი უცებ ეს არის მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ისრაელის თემა, სადაც აი ამერიკას და ირანს თეორიულად რო ვიმსჯელოთ, კიდევ შეუძლიათ რაღაცაზე დაალაგდნენ და იმსჯელონ და რაღაც სამომავლო გეგმები ჩამოაყალიბონ, მაგრამ ისრაელსა და ირანს არ შეუძლიათ, იმიტომ რომ ორივესთვის ესე იგი ორივეს აღქმა ერთმანეთის მიმართ ეს არის, რომ აი ჩემთვის ეს არის ფუნდამენტური ან ეგზისტენციალური საფრთხეა. ირანისთვის ისრაელის სახელმწიფოს არსებობა ეს არის ესე იგი ანაქრონიზმი და ამბობს რომ ეს არ უნდა იყოს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ის გავანადგუროთ და შესაბამისად ისრაელსაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვს რომ მოკლედ არანაირი მოლაპარაკება და არანაირი ურთიერთობები ისლამურ რესპუბლიკასთან სანამ ამ მიდგომას არ შეცვლის. და ჩემთვის აი თავიდანვე როცა დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბარი და როგორ შეიძლება განვითარებულიყო, აი თავარი აი სკეპტიციზმი ზუსტად ეს იყო ისრაელის და ირანის დამოკიდებულება და ყოველთვის ვფიქრობდი რომ ეს მშვიდობა არ დამყარდებოდა. ბაკო მოდი დავაზუსტოთ, როცა ტრამპი ამ მოლაპარაკებებში შევიდა, ისრაელი პრაქტიკულად წინააღმდეგი იყო ამის და ღიად აცხადებდა, რომ სანამ მიზნებს არ მიაღწევდა, არ უნდა შეჩერებულიყო საომარი მოქმედებები, თუმცა ტრამპი მაინც შევიდა ამ ასე ვთქვათ მოლაპარაკებებში. რა მაიძულა ტრამპი, რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც ეწარმოებინა ეს მოლაპარაკებები? ტრამპს თავისი შიდა პოლიტიკური საკითხები ჰქონდა, ასევე საგარეო პოლიტიკური წნეხები. ეს ორმოზის ჩაკეტვა ხო არ ყოფილა ერთი რიგითი სრუტის ჩაკეტვა, ეს იყო მსოფლიოს მნიშვნელობის სავაჭრო და ენერგო და მოკლედ მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი სრუტი არის, ხო? შესაბამისად, ბევრი ქვეყანა, რომელიც დაზარალდა ამ სრუტის ჩაკეტვით, ეს მხოლოდ ისეთი ქვეყნები არ ყოფილა, რომლებიც ამერიკის მოწინააღმდეგები არიან. ბევრი მათგან იყო ის ქვეყნები, რომლებიც ამერიკის ძალიან ახლო და სტრატეგიული მოკავშირეები არიან, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან რეგიონში, როგორიც აი ეს სამხრეთ აზია და ზოგადად ეს შორეული აზია. მათ შორის იაპონია, რომელიც და კიდევ სხვა ქვეყნები ამ მიმართულებით. ამიტომ ეს წნეხი იყო ამერიკაზე. პლუს ამას დაემატა ისიც, რომ შიდა პოლიტიკაშიც მაინდა-მაინც პოპულარობით არ სარგებლობდა ეს ომი. თან ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ნავთობი მხოლოდ იაპონელისთვის არ გაძვირებულა, ან ვიეტნამელისთვის, ან თუნდაც ქართველისთვის, გაძვირდა ამერიკელისთვისაც და ამას ჰქონდა თავისი პროტესტი. მესამე ეს იყო თვითონ უკვე საკანონმდებლო სისტემაში, ამერიკაში გულისხმობ უკვე გარკვეული წინააღმდეგობები, გვახსოვს ხო, რამდენჯერ რეზოლუციები კონგრესში, სენატში, საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ რაღაც მიმართულებით გაიტანეს კიდევაც ეს რეზოლუცია ხო, რომელსაც შემდგომ უკვე სენატის მხრიდანაც უნდა ხარდაჭერა, რომ საბოლოოდ შეეზღუდათ ტრამპის ესე იგი სამხედრო მოქმედებები ირანში. ამავდროულად კიდე ცოტა ხანში ამერიკაში ვიცით, რომ შუალედური არჩევნებია ძალიან მალე და აი ეს მდგომარეობა შიდა პოლიტიკაში და საგარეოშიც და საკანონმდებლო სისტემაშიც უბიძგებდა ტრამპს რაღაცნაირად, რომ როგორც მინიმუმ ასეთი მოლაპარაკებებით დრო მაინც მოეგო ირანელებთან და ირანელები ხდებოდნენ ამ ყველაფერს და მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ ეს ყველაფერი ტრამპის წინააღმდეგ გამოეყენებინათ, მაგრამ როგორც ეხლა ჩემი ვარაუდია ეს უბრალოდ სხვა ან ისეთი მტკიცებით ფორმაში ამას არ ვლაპარაკობ. ტრამპმა შეხედა ალბათ რომ აქედა ბევრს ვერაფერს ვერ მიიღებდა. აშკარად ხდებოდა რომ ირანელები ამით სარგებლობდნენ და დროს წელავდნენ და მის ნერვებზე თამაშობდნენ და გადაწყვიტა რომ სადაც ვიწროა იქ აწყდეს მოკლედ ესე რომ თქვა ქართულად და თქვა რომ მოდი თავი დავანებოთ ამ მემორანდუმს. ამასთან ერთად ხო ისრაელთან ძალიან დაძაბული მდგომარეობა იყო, ცდილობდნენ ამერიკელებიც ხო რომ რაღაცნაირად დაელაგებინათ იქ ვაშინგტონში ლიბანის ცენტრალურ მთავრობასა და ისრაელის მთავრობას შორის რაღაცა ვითომ მშვიდობაც შედგა, ხელი მოაწერეს, მაგრამ ისრაელისთვის ლიბანის საკითხი ისევე როგორც ირანისთვის ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ირანი უყურებს ამას, რომ აი ირანს გვაქვს რამდენიმე ესეთი მნიშვნელოვანი უსაფრთხოების თემა, ბალისტიკა აქვს ეს დრონები და მესამე და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ეს არის თავისი პროქსი ძალები, რომელიც თავის დროზე აი როგორც სოკოები ისე გამრავლდა ლიბანიდან. ლიბანი იყო ამის აი ბუდე.
აი უბრალოდ გამორიცხულია ის, რომ ისრაელმა ეს დაუშვას ახლა და ის დაწყებული საქმე რაც აქვს 2023 წლიდან რომ გაანადგურა ჰამასი და რაღაც უკვე ნაწილები არის დარჩენილი ჰეზბოლასი, რომ არ გამოიყენოს ახლა ეს შანსი და ბოლომდე არ მიიყენოს, მხოლოდ იმიტომ რომ ტრამპს უნდა ეს ყველაფერი. ხო და ანუ ეს აი ისეთი ურთიერთსაწინააღმდეგო მომენტები არის, აი ეს ისრაელის საკითხი აი ლიბანის საკითხი უფრო სწორად, ეს ამერიკის საკითხი, აი ყველას თავიანთი პოზიციები აქვს, რომელიც ისეთ პოზიციებამდე არიან დასულები, რომ აი წითელ ხაზებზე დგანან, ასე რომ ვთქვა და უკან ნაბიჯის გადადგმა არავის არ შეუძლია. ბოლოს პროგნოზები კი არის უმადური საქმე, მაგრამ რას ფიქრობ, როდის და რით შეიძლება ეს ომი დასრულდეს? ძალიან რთული არის ახლა მაგაზე საუბარი, როგორ შეიძლება რანაირად. ალბათ ბევრი საინტერესო მომენტი უნდა იყოს ახლა გათვალისწინებული. ნუ ერთი პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ რესურსები, რაზე ძალიან დიდი დებატებიც იყო, ცოტა ხნის წინ გახსოვს ხო, როცა ჰექსეტიც დაიბარე, სადღაც თვენახევრის წინ, 2 თვის წინ კონგრესში და სერიოზული დაკითხვა და ზეწოლად მოუწყვეს, რომ თურმე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ პირველი ამ ომის ფაზაში გახარჯა იმაზე უფრო მეტი ამუნიცია ვიდრე მოსალოდნელი იყო. ეხლა ნუ საინტერესო არის რა ნაბიჯები გადადგა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ მიმართულებით, როგორ გადააიარაღა მისი წარმოება ამ რაკეტების მიმართულებით. მოკლედ, ბევრი ესეთი შეკითხვებია პასუხგასაცემი, ტექნიკური საკითხები, რომლებიც შემდგომ მიგვიყვანდა მაგ პასუხამდე, რომ საით შეიძლება გაგრძელდეს ეს ომი. ნუ ერთი რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის, რომ კომპრომისზე არავინ არ მიდის, არავის არ უნდა უკან დახევა. მოკლედ თუ ურყავს ამერიკა, აუცილებლად პასუხობს ამას ირანიც. ნახეთ ხო, ეხა ამერიკულ ბაზებს დაარწა პირდაპირ და მოკლედ ისე ნუ არც ისე სწრაფად, მაგრამ მაინც იქეთკენ მიდის ეს ყველაფერი, რომ რაღაც უფრო ფართომასშტაბიანი ესკალაცია ვიხილოთ ორმუსში. და ნუ დღეს ვკითხულობდი ესეთ რაღაცას, რომ შეიძლება ამით ცდილობდეს ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ორმუსი ხელში ჩაიგდოს. პრინციპში ლოგიკური არის, თუ ვიტყვით ამას, იმიტომ რომ ნახეთ, რომ ორმუს დრონებსაც კარგად იყენებდა, თქვა, ირანი ბალისტიკურ რაკეტებსაც და თავის ამ პროქსის და სხვა სამხედრო შესაძლებლობებს, მაგრამ ყველაზე ეფექტურად, რამაც იმუშავა და რაც გამოიყენა, ეს იყო ორმუზის სრუტე. ფაქტობრივად ამით აშანტაჟებდა ამერიკასაც და სხვა ქვეყნებსაც, ხო? ამიტომ ლოგიკური არის ახლა, რომ ამერიკელებმა შეეცადონ რაღაცნაირად ისეთი ოპერაციები ჩაატარონ, რომ აი ეს ადგილი გააკონტროლონ და ამით ერთის მხრივ თავისი მოკავშირეები, რომლებიც აი სპარსეთისპირეთში არიან ახლა და ყველაზე დიდ დარტყმას იღებენ, ეს მათთვისაც ერთგვარი სიგნალი იქნებოდა, რომ ჩვენ ამერიკელები თქვენს გვერდში ვართ და თქვენს ინტერესებს პატივისცემთ და ვითვალისწინებთ. ანუ ეს ლოგიკა არის აქ. მაგრამ მე მაინც გონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი რაც ყველაფერს გადაწყვეტს, ზოგადად ამ დაპირისპირებაში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში, ეს არის ლიბანის საკითხი. ვინც გაიმარჯვებს ლიბანში, ის გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში. ნამდვილად ლიბანს ექნება გადაწყვეტილი მნიშვნელობა. მადლობა. ჩვენს კითხვებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ბაკო ხელაძე პასუხობდა. ინტერვიუს სრული ვერსია ჩვენს Facebook გვერდზე დაიდება. აქვე გთხოვთ გამოიწვიოთ ჩვენი YouTube და Facebook არხები VT საქართველოს News-ი ლათინურად. დღეისთვის კი სულ ეს იყო. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ თქვენამდე მოვიტანოთ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ევროპიდან, თავისუფალი საქართველოსთვის. დროებით.